გამარჯობა, ეს არის უნი პოდკასტი. დღეს ვისაუბრებთ გაცვლით პროგრამებზე და ჩვენი სტუმარია სტუდენტი ჰაიდერ ჯინჭარაძე. გამარჯობა, ჰარი. მოგესალმებით. როგორ ხარ? მადლობას გეტყვით მოწვევისთვის. კარგად, თავად როგორ ხართ? მადლობა, კარგად. მე ვარ ჰაიდერ ჯინჭარაძე, 21 წლის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEO-ს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი. და წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაცია Bridge to Europe, რომელიც გახლავთ Erasmus+ პროექტების პარტნიორი ორგანიზაცია. როგორ დაიწყო და როდის დაიწყო შენი ინტერესი გაცვლითი პროგრამების მიმართ? პირველად, როდის სკოლაში ვიყავი, გვესტუმრა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია აღნიშნული გაცვლითი პროგრამების შესახებ. და თქო უნდა დიდი ინტერესი გამოიწვია ამ შეხვედრამ ჩემში და გადავწყვიტე რომ რატომაც არა, მეც მიცადა თუ როგორ იყო ეს გამოცდილება, დავიწყე გაცვლითი პროგრამების მოძიება და ერთ დღესაც ვიპოვე ისეთი გაცვლითი პროგრამა, რომელიც შეესაბამებოდა ჩემს ინტერესის სფეროს და გადავწყვიტე რომ მონაწილეობა მიმეღო ამ გაცვლით პროგრამაში. გაიხსენე შენი პირველი გაცვლითი პროგრამა, როგორი იყო მომზადების პროცესი, რა ეტაპები გაიარე და რა გამოწვევების წინაშე დადექი და უშუალოდ აი ეს მთლიანი პროცესი, როდესაც ემზადებოდი გაცვლითი პროგრამებისთვის, როგორი იყო? პირველში ის მიხარია და იმით ვამაყობ, რომ პირველივე გაცვლით პროგრამაზე დავარღვია სტერეოტიპი, იმიტომ რომ Erasmus-ში მონაწილეობა არ ნიშნავს ინგლისურის უმაღლეს დონეს. პირველი ჩემი შიში მოდიოდა მაქედან, რომ ვფიქრობდი, რომ არ მქონდა შესაბამისი დონე იმისათვის, რომ მონაწილეობა მიმეღო Erasmus+ პროგრამაში. მაგრამ დავწერე სამოტივაციო წერილი სრულიად გულწრფელად, მომამზადე CV, გადავაგზავნე და ერთ კვირაში მივიღე ორგანიზაციისგან უკავშირი, რომ გავიმგზავრებოდი. ჩემი პირველი პროექტი იყო თურქეთში. პროექტი იყო ტრენინგ კურსი, სადაც მონაწილეობა მივიღე და მთავარი თემა გახლდათ ჯანდაცვა, რის შესახებაც ინფორმაცია მივიღეთ ევროპის ქვეყნიდან მოსულმა ახალგაზრდებმა. ძირითადად რა წყაროებს იყენებ ხოლმე რომ გაიგო გაცვლითი პროგრამების შესახებ, ან რა წყაროები გამოგიყენები ყველაზე ხშირად? ყავს ის ესე ვთქვათ ყველაზე კარგი წყარო, რაც დაგვეხმარება Erasmus პროექტების მოძებნაში, ეს არის Salto.usenet პორტალი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ყველანაირი გაცვლითი პროგრამა, რომელიც ჩვენს ინტერესის სფეროზე იქნება მორგებული, რაც ეხება მოხალისეობრივ პროგრამებს. ეს არის ESIS პორტალი, European Youth Portal, ესე ქვია. ორივე საიტზე საჭირო არის რეგისტრაცია, ან ინდივიდუალურად, ან ორგანიზაციის სახელით. სადაც მიმდინარეობს როგორც პარტნიორების მოძიება, ასევე ისეთი პროექტების მოძიება, რომელიც ჩვენს ინტერესის სფეროს შეესაბამება. ძირითადად ამ ორ პლატფორმას ვიყენებ და ასევე გაწევრიანებული ვარ არაერთ Facebook ჯგუფში, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს უზიარებთ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს. რა ტიპის გაცვლითი პროგრამები არსებობს დღესდღეობით საქართველოში ქართველი სტუდენტებისთვის და როგორია ამ შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი, ან რაიმე შეზღუდვა ხო არ გვაქვს ასაკობრივი ზღვარის გარდა სხვა მიმართულობითაც ხო არ არის რაღაც შეზღუდვები ან პრიორიტეტები? ქართულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ Erasmus-ის 4 მიმართულებით მიიღოთ მონაწილეობა. პირველი ეს არის K-Action 152, რაც გულისხმობს Youth Exchange, ახალგაზრდულ გაცვლას 13-დან 18 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის. Youth Exchange-ის ძირითადი მიზანი გახლავთ არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე არაევროკავშირის წევრის, ანუ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. როგორც უკვე აღნიშნე, ძირითადი თემა არის არაფორმალური განათლება, ხანგრძლივობა მერყეობს 5 დღიდან 21 დღის ჩათვლით. Youth Exchange-ზე ყველა ესე ვთქვათ თიმს ყავს ლიდერი და ამ შემთხვევაში ლიდერის ასაკი შეუზღუდავია. ან თუ ხართ 30 წელს ზემოთ, მაინც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, ოღონდ ამ შემთხვევაში როგორც ჯგუფის ლიდერი. მეორე პროგრამა გახლავთ K-Action 153, რაც არის training course, რომლის ძირითადი ასე ვთქვათ მიზანი გახლავთ პიროვნული განვითარება, ეს არის ძირითადად youth worker-ებისთვის და ადამიანებისთვის, ვინც დასაქმებული არიან ახალგაზრდულ სფეროში. აღნიშნული გაცვლითი პროგრამის ძირითადი ესე ვთქვათ მიზანი არის, რომ პიროვნულად განავითაროს youth worker-ები და ხელი შეუწყოთ მათ მუშაობას ახალგაზრდული მუშაობის პროცესში. აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლიდან ზემოთ ნებისმიერ ახალგაზრდას, ვინც დაკავებული არის ახალგაზრდულ სფეროთი.
ტრენინგ კურსის ძირითადი, ესე ვთქვათ, ტრენინგ კურსის ხანგრძლივობა გახავთ 8-დან 10 დღის ჩათვლით. რაც შეეხება ESC, ეს არის European Solidarity Corps, რაც გულისხმობს მოხალისეობას უცხო ქვეყანაში. ეს შეიძლება ითქვას, რომ Erasmus-ისგან ცოტა ცალკე მდგომი პროგრამაა, თუმცა მაინც Erasmus-ში გადის ძირითადად. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 2 თვიდან 12 თვის ჩათვლით სხვა ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულებას. ანუ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს ინტერესის სფეროზე მორგებული ნებისმიერი მოხალისეობრივი სამსახური. ეს როგორც უკვე აღნიშნე 2 თვიდან 12 თვის ჩათვლით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ გრძელვადიან პროექტში, რაც ითვლება 3-4 თვისდან ზემოთ, თქვენ იმეჯერ აღარ გექნებათ შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოთ მოხალისეობრივ პროექტში. ხოლო თუ ჩაერთვებით ერთკვირიან, ორკვირიან პროექტებში, თუნდაც მოხალისეობრივში 3 თვემდე, შეგიძლიათ ნებისმიერ რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ მიიღოთ მონაწილეობა. არ ხართ შეზღუდული ამ კუთხით. თუმცა თუ წახვალთ 1 წლით პირობითად მოხალისეობრივ ესე ვთქვათ საქმიანობაზე, ეს იქნება ერთადერთი შესაძლებლობა. ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომ კიდევ მიეცეთ შანსი ახალგაზრდებს, რომ თუნდაც დამატებით 1 წლით წავიდნენ საზღვარგარეთ და მიიღონ მოხალისეობრივ გამოცდილება. და მეოთხე ის გახლავთ სტუდენტური მობილობა, რაც გულისხმობს ბაკალავრიატის 1 სემესტრის, 1 წელის, ანდაც მაგისტრატურის სრული კურსის, ან თუნდაც ამ შემთხვევაში სემესტრის გატარებას ევროპის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტებში. მე პირადადაც მომდევნო სემესტრში მემგზავრები ლაზარსკის უნივერსიტეტში 1 სემესტრით, მეოთხე კურსის პირველ სემესტრს გავატარებ იქ, ასევე Erasmus-ის სრული დაფინანსებით. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა ქართულ სტუდენტს, თუმცა ამ შემთხვევაში დამოკიდებულია იმაზე, თუ უნივერსიტეტები რომელ უნივერსიტეტთან თანამშრომლობენ ბაკალავრიატის ჭრილში. რაც შეეხება მაგისტრატურაზე, მე ურჩევდი ახალგაზრდებს, მაგისტრატურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე კარგი არის Erasmus Mundus-ის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სემესტრის გატარებას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს ყველაფერი სრულიად დაფინანსებული არის ევროკავშირის მიერ. ან თუ თქვენ მიიღებთ მონაწილეობას Youth Exchange-ში, ტრენინგ კურსში, მოხალისეობის საქმიანობაში, ან თუნდაც სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში, სრულიად დაფინანსებული არის 4-ვე მათგანი პროგრამა. ითვალისწინებს როგორც საცხოვრებლის, ასევე კვების და პროექტში სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის ყოველგვარი ხარჯის დაფარვას, ასევე რა თქმა უნდა, ფრენის ხარჯებსაც. ხო, ფრენის ხარჯებსაც. რადგან ვისაუბრეთ უკვე დეტალებზე, ზოგადად გაცვლითი პროგრამების შესახებ, ეხლა მოგვიყევი როგორი იყო შენი გამოცდილება ამ პროგრამებში მონაწილეობის დროს, რომელ პროგრამებში მიიღე მონაწილეობა, რომელ ქვეყნებში იყავი და აი რა იყო ყველაზე დიდი კულტურული შოკი, ესე რა ვთქვათ, როდესაც პირველად ჩახვედი ამ ქვეყნებში და მოგიწია რომ ადაპტაცია გაგელო იმ გარემოში, სადაც აღმოჩნდი. მონაწილეობა მაქვს მიღებული 9 საერთაშორისო პროგრამაში. აქედან 7 გახლავთ Erasmus-ის პროექტები, Youth Exchange-ი, ტრენინგ კურსი და მაქვს 1 მოხალისეობრივი გამოცდილებაც. დანარჩენი 2 მაქვს ისე საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ასევე ევროკავშირის დაფინანსებით იყო, თუმცა არ ყოფილა Erasmus-ი. ერთ თვეში ასევე მიმოგზავრები ისევ მეათე პროექტზე, ეს იქნება ჩემი დამოგვირგვინებელი პროექტი. ეს არის Youth Exchange-ი ავსტრიაში. რაც შეეხება კულტურულ შოკს, ყველაზე ესე ვთქვათ, გასაკვირი დადებითი კუთხით, რაც შეიძლება ითქვას ეს იყო წესრიგი, რაც დამხდა ევროპის ქვეყნებში. ეს იყო ჩემთვის ყველაზე გასაკვირი და კარგი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ ჩვენც მივბაზოთ ამ მიმართულებას როგორც ეკოლოგიური კუთხით, ასევე სატრანსპორტო კუთხით, თუნდაც უსაფრთხოების მხრივ. არც ერთ ევროპის ქვეყანაში არ შემქმნია დისკომფორტი იმისა, რომ აი თუნდაც უსაფრთხოების კუთხით. როგორია უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობა, რაღაც სირთულეები შეიძლება იყოს კომუნიკაციასთან დაკავშირებით, ან გაცნობასთან, ან უბრალოდ ამეგობრებასთან, თუ ეგ ყველაფერი მარტივად ხდება, როდესაც გაცვლითი პროგრამით ჩასული სტუდენტი ხარ. Erasmus-ის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ დაახლოოს ერთმანეთთან ახალგაზრდები ევროპის და არა მარტო სხვათა შორის ევროპის ქვეყნებიდან კომუნიკაციას რაც შეეხება პროექტში მონაწილეობისთვის თქვენ მინიმუმ საკომუნიკაციო დონეს უნდა ფლობდეთ იმისათვის რომ მონაწილეობა მიიღოთ Erasmus-ისთვის თუმცა თუ თქვენ გულისხმობთ პიროვნულ დამოკიდებულებას რამდენად რთული არის პირიქით თითოეული აქტივობა ორიენტირებულია სოციალიზაციაზე იმისთვის რომ მეტად სოციალიზირებული გახდნენ ახალგაზრდები და უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს მე პირადად 9-ვე საერთაშორისო პროგრამიდან
ყავს ახალგაზრდები, რომთანაც დღემდე მაქვს კომუნიკაცია, ჩვენ ერთად გვეგმავთ სამომავლო გეგმებს და განვიხილავთ სამომავლოდ პროექტების გაწერასაც ერთად, საგრანტო კონკურსზე წარდგენას ჩვენი პროექტების, იმისათვის, რომ საქართველოს პარტნიორობით განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტები, ასევე რა თქმა უნდა, ქართველი ახალგაზრდებისთვის და სხვა ევროპის ქვეყნების ახალგაზრდებისთვის. შენი გამოცდილებით როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი ქართველი სტუდენტებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის პიროვნული განვითარება, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე, ტრენინგ კურსი არის პიროვნულ განვითარებაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ 4-ვე პროგრამა პიროვნულად ზრდის ადამიანს, რომელსაც ესე ვთქვათ, თითო პროგრამას თავისი პლუსები აქვს. User exchange-ის დროს ჩვენ არაფორმალური განათლების დროს, არაფორმალური განათლების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, რაც გვეხმარება ზოგადი ინფორმაციის გაზრდაში. ტრენინგ კურსში მონაწილეობის დროს ჩვენ პიროვნულ, ესე ვთქვათ, ახალგაზრდულ მუშაობაში საჭირო უნარებს ვიძენთ, მოხალისეობრივი პროგრამის დროს ჩვენ უნარებს ვივითარებთ, დავამყარებთ საერთაშორისო კავშირებს და გვაქვს საშუალება, რომ 1 წელი გავატაროთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ხოლო რაც შეეხება სტუდენტურ გაცვლას, სტუდენტური გაცვლა ძალიან კარგია იმისთვის, რომ ვისწავლოთ დამოუკიდებლად ცხოვრება და ვისწავლოთ ადაპტაცია ევროპის ქვეყნებში. და შენ შემთხვევაში, როგორც ახსენე, დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლება, თუმცა მაგის გარდა თუ განავითარა რაიმე უნარები და რაღაც თვისებები ამ პროგრამებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, იყო სტერეოტიპი პირველი გაცვით პროგრამაში მონაწილეობისა, რომ მქონდა რაღაცნაირად ჩემი კომუნიკაციის ინგლისურის, ესე ვთქვათ, დაბალი დონიდან გამომდინარე, თუმცა ზუსტად ერასმუსი იყო ის, რამაც განავითარა ჩემი ინგლისურის დონე და არა მარტო ინგლისურის დონე, სხვა პიროვნული უნარები, მათ შორის სოციალიზაციის უნარი და ეხლა პირიქით ყოველ ახალ პროექტზე ვცდილობ, რომ უფრო მეტი ახალი ადამიანი გავიცნო და დავამყარო საერთაშორისო კავშირები, რაც სამომავლოდ დამეხმარება ისევე ჩემი უნარების განვითარებაში და სამომავლო პერსპექტივების დასახვაში. და ეს ყველაფერი როგორ გეხმარება ეხლა კარიერულ ცხოვრებაში, ან თუნდაც სტუდენტურ ცხოვრებაში, ან ნებისმიერ ცხოვრების ყოველ ასპექტში ეს მიღებული უნარჩვევები, რა კუთხით გიმარტივებს ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, უდიდეს როლს ასრულებს აღნიშნული გამოცდილება ჩვენს კარიერულ წინსვლაში, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი CV-ისთვის, თუ რა გამოცდილება გვაქვს საერთაშორისო დონეზე. პირობითად, თუნდაც სემესტრული გაცვლითი პროგრამისთვის, ან მაგისტრატურისთვის, როცა ვემზადებთ და ვამზადებთ აპლიკაციას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო გამოცდილებას. პირადად ჩემ შემთხვევაშიც, როცა ვიყავი გასაუბრებაზე სემესტრული გაცვლითი პროგრამის დროს, იყო კითხვა, როგორ ხარ ჩართული არაფორმალურ განათლებაში და რაში გამოიხატება ეს. ეს არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მიმართულებაა ერასმუსი და როცა ვახსენე ერასმუსი, ძალიან ესე ვთქვათ, დადებითი განწყობა წამოვიდა. ხო. როცა ვახსენე ერასმუსი, ძალიან დადებითი განწყობა წამოვიდა მათგან და ასევე აღსანიშნავია, რომ სამივე პროგრამის დროს, ეს არის User Exchange Training Course and European Solidarity Corps, რაც არის მოხალისეობრივი საქმიანობა, სამივე პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეს გადაეცემა USPAS-ი, რომელიც არის მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელსაც საკმაოდ დიდი ძალა გააჩნია ჩვენი კარიერული წინსვლისთვის. შესაბამისად, თუ სამომავლოდ გეგმავთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ როგორც სემესტრულ გაცვლით პროგრამებში, ასევე გეგმავთ, რომ მაგისტრატურა ისწავლოთ ევროპის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ესე ვთქვათ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, რაც სამომავლოდ დაგეხმარება თქვენს კარიერულ წინსვლაში. ეხლა შეიძლება გვისმენენ სტუდენტები, ასევე არასტუდენტები, ახალგაზრდები, რომელსაც არ მიუღიათ ჯერ აქამდე მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, მაგრამ შეიძლება რომ აინტერესებდეთ და სურდეთ და აი რა რჩევებს მისცემთ მათ, რომ საიდან დაიწყონ, როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობისკენ. პირველ რიგში გეტყვით იმისათვის, რომ აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობა მიიღოთ, რა თქმა უნდა, გარდა სტუდენტური მობილობისა, არ არის საჭირო, რომ იყოთ სტუდენტი და მით უმეტეს გქონდეთ განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრება. ადამიანები, რომლებიც არ არიან სტუდენტები და აკმაყოფილებენ აღნიშნულ ASACS პროექტში მონაწილეობისთვის, თავისუფლად შეუძლიათ, რომ მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ინტერესის სფეროზე მორგებულ პროექტებში.
პირობითად სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ რომ მიიღონ მონაწილეობა use exchange-ებში, გამომდინარე იქიდან რომ use exchange-ები ხორციელდება 13-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის. Youth worker-ებს ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციებში, ან თუნდაც არიან სტუდენტები, შეუძლიათ რომ მონაწილეობა მიიღონ ტრენინგ კურსებში. რა თქმა უნდა, use exchange-ებში შეზღუდულია რომ თუ რა თქმა უნდა 29 წლამდე არის აღნიშნული სტუდენტი ან ახალგაზრდა. თუ ესე ვთქვათ 30 წელს ზემოთ არის, შეუძლია რომ განაცხადი გააკეთოს use exchange-ის ლიდერის პოზიციაზე ან და მიიღოს მონაწილეობა ტრენინგ კურსებში. სხვათა შორის ჩემი ლექტორებიც აქტიურად არიან ჩართული Erasmus-ის პროგრამებში. ერთ-ერთი ლექტორი ერთი კვირის წინ დაბრუნდა, ბულგარეთში იმყოფებოდა, ამიტომ ეს სტერეოტიპიც მინდა რომ დავარღვიო და ვთქვა რომ ასაკობრივი შეზღუდვა ტრენინგ კურსში არ გვაქვს, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია თემით და ფლობს ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეს და აქვს ინტერესი ამ კონკრეტული თემის მიმართ, შეუძლია რომ მონაწილეობა მიიღოს ტრენინგ კურსში. რაც ახლა მოხალისეობაზე ვიტყოდი იმას, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ აღმოაჩინო შენი თავი. მე პირადადაც ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის ვაპირებ, რომ ავიღო ერთწლიანი ბრეიქი, წავიდე რომელიმე ევროპის ქვეყანაში, მოხალისედ, დავფიქრდე ყველაფერზე და შემდეგ მომემზადო მაგისტრატურისთვის, რაც ასევე დამეხმარება ჩემს სივრში მაგისტრატურაზე აპლიკაციის გაკეთების დროს. პირველ რიგში რა რჩევასაც მივცემდი ეს არის რომ გამოიყენო ყველა რესურსი და წყარო, რაც დაეხმარება მათ გაცვით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც აღნიშნეს პროგრამები არის Salto, Usenet, ასევე European Youth Portal და Facebook ჯგუფები ძალიან აქტიურად მუშაობს. მეც ძალიან ბევრი გაცვით პროგრამა მინახავს Facebook ჯგუფში და ისე წავსულა გაცვით პროგრამებზე. ასევე აქტიურად მუშაობს როგორც WhatsApp-ი, ასევე Telegram-ის ჯგუფები, Instagram-ის ჯგუფი ძალიან აქტიურად მუშაობს. ამიტომ თუ ამ ჯგუფებში მათი გაწევრიანება მოხდება, ეს მათ დაეხმარება იმაში, რომ მეტი და მეტი ინფორმაცია მიიღონ გაცვით პროგრამების შესახებ. მეორე რასაც ვურჩევდი ეს არის რომ მოემზადონ და დაიწყონ მომზადება სამოტივაციო წერილებისთვის, დაწერონ 1, 2, 3, 4 სამოტივაციო წერილი და მინდა ვთქვა რომ თითო სამოტივაციო საწერის შემდეგ ადამიანი პიროვნულად უფრო და უფრო იზრდება. ამიტომ პროექტში არ უნდა დაგეზაროთ სამოტივაციო წერილების საწერა. მე პირადად 60-70 აპლიკაცია მექნება გაგზავნილი, აქედან 10 დამიდასტურდა მხოლოდ. თუმცა ეს პირიქით мотивაციას მაძლევს და როცა გადავხედავ ჩემს ძველს ესე ვთქვათ სამოტივაციო წერილებს, ხვდები თუ რამდენად გავიზარდე და რამდენად შეიცვალა ჩემი უნარების სამოტივაციო წერილის დროს. მესამე რჩევა სამოტივაციო წერილის პროცესებში. მესამე რჩევა, რასაც მივცემდი ახალგაზრდებს, ეს არის აუცილებლად მოაწესრიგონ CV. ჩემი რეკომენდაცია იქნება თუ CV-ს გააკეთებთ ევროპასის ფორმატში, რომელიც მიღებული არის ევროპის ქვეყნებში და უფრო აკადემიურს წარმოჩენს თქვენს, ესე ვთქვათ, აპლიკაციას განხილვის ეტაპზე. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, გაგვიზარა ინფორმაცია და ყველა საჭირო ინფორმაციას იხილავთ YouTube-ის აღწერაში. აქვე მადლობა მინდა უთხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბს, რომ არის ჩვენი მხარდამჭერი და უზრუნველყოფს გადასაღების სივრცის და ტექნიკით.